ალბათ ყველას ყავს მეგობარი, რომელიც აი მართლა გოგო არის ლამაზი იმენა, მაგრამ შეყვარებული ყავს ან ბიჭი მოწონს, რომელიც არის მოდი გავიგოთ მათი ფსიქოლოგია. აი სულ მაინტერესებთ მართლა, ანუ გოგო ხარ ჭკვიანი განათლებული, ლამაზი ვიზუალით, რატო უყურებენ გოგოები ცუდ ტიპებს? ჩემი დასკვნების მეშვეობით მინდა ვთქვა, რომ ამას ექნება სამი მიზეზი. პირველი ბავშვობა, როგორ ექცეოდა მამამისი მას. მეორე არის ფილმები, რომანტიკა, მესაკუთრე დაიჭვენი ძალიან მიზიდავს. გიზიდავს სანამ არ გამოცდი, რო გამოცდი მე დამიჯი. ანუ შეიძლება ეჭვინება რაღაც დოზით, ოკეი, ნორმა, მაგრამ აი რო ჩაკეტავს სახლში და აი არსად არ გახვიდე, მაგრამ უმეტესობა ფიქრობს, რომ ვაიმე რა მაგარია, რომ კი ვიქნები ვიჯდები სახში. შენ მასე გონია, რომ კარგია სანამ არ გამოცდი. ფილმებში არის ძალიან გარომანტიზირებული, რომ აი მესაკუთრე ესეთი რა, იმენ დომინანტი ბიჭი არის. რა კარგი, შენ აზრს რო არ გეკითხება და ადამიანს რო ვერ გხედავს. ბოლო იქნება ალბათ, ანუ ჩვეული გარემო, ანუ მისთვის ეს არის საკმაოდ ნორმალური, ხდებით? ან დაინახა ვიღაცისგან, რა ვიცი, ბევრი მეგობრების ურთიერთობა აქვს და მე ქვეცნობიერად ეგრე ებიჭდება, რომ ანუ ესე გამოიყურება სიყვარული. ყველაფერს აქ მიზეზი დამიჯერეთ. თუ მოწონს, აი გიკვირს რატო მოწონს, რატო? არის მიზეზი. ეპლები მუცელში რო ხედავ მას იდეაში ძალიან ხშირად არის შფოთვა პირიქით და ანუ ხანდახან ორგანიზმიც კი გეუბნება, რომ ეს არა შენი ადამიანი. ბევრი ემოციებს რო ღებულობს რა, ძალიან ბევრს ეგ მოხსოვს რა. ადრენალინია რო აიმე, დღეს რა სიზამს დღეს განსხვავებულია და უფრო გიზიდავს ვითომ, არა წესიერი, არა როგორც ყველა. საკმაოდ ბევრ დაქალს ვიცნობ, რომელსაც მართლა ეგეთი ტიპები იზიდავს.